ძალიან დიდი პერიოდი გავიდა, რაც ჩემი ტელეფონით არ მისარგებლია. ამიტომ დღეს გადავწყვიტე რამდენიმე პოლიტიკურ ფიგურას დაურეკო, მოვიკითხო როგორ არიან და ასე შემდეგ. მაშასე შეგვიძლია დავიწყოთ ყველაზე აქტუალური ვინც არის, ეს არის კობა დავითაშვილი. დავრეკოთ კობასთან. ალო, გამარჯობა კობა, როგორ ახარ? ვანო ვარ ჯავახიშვილი. რა შვებით, როგორ არის საქმე? ნახე ის სერგეენკოსო დაუპირისპირდი, კობა, ყოჩახ, კაი ბიჭი ხარო სამართლიანად იბრძვი. კი ბატონო. და ბიძინასთან დაპირისპირების არ გეშინია, ყოჩახ, კარგი ბიჭი ხარ, მაგარი ხარ, კი ბატონო. თავი არ დაუხარო იცოდე. არ დაუხარო თავი, კი ბატონო. ეკი არა და შენს ადგილზე მივიდოდი ბიძინასთან და იმ მილიონს აი ესე სახეში შევაყრიდი. და ვეტყოდი არ მინდა შენი არაფერი თქო. ხო. კარგი, არ ინერვიულო შენ კაც. არ შეიძლება შენი ნერვიულობა, ხო იცი? ხო, კარგი. გაბრაზებული იყო. სააკაშვილთან დავრეკოთ. ალო, გამარჯობა ბატონ მიშა, როგორ ბრძანდებით? ვანო ვარ ჯავახიშვილი. სადა ხართ? ველოსიპედზე ხართ? კარგი, მერე გადმოგირეკავ მაშინ. იყოს, არ არის პრობლემა? კაცო, ეგრე ამბობდი თურქეთში რო იყავი მაშინაც. ხო და ხო ხედავ რაც დაგებართ. რაო ბაიდენმა რა თქვა, როგორ ავართო? დაგარიგათ რაღაცეები. ხო უსმენდით. ხო, კარგი, აწი მაინც მოусმინე, ხო. ხო უსმინე, კი. ხო, თავის დოზეს რომ მოგესმინე, ამდენს კი ვერ გაგიბედავდი, კაცო. ხო, რა ხდება, როგორ არის საქმეები კიდე? ესე იგი, ბატონო მიშა, რა მინდოდა მე თქვა, ამას წინათ ერთი მოხუცი კაცი ვნახე, რომელსაც ნაციონალებზე წამოწდა რაღაცა კაი. ხო და რა უყოთ? ხო, მისამართი ვიცი შეგახვედრებ. ხო. ერთი კაცი ყავს უკვე, კარგია. ეხლა ერთი 3 მილიონი კაცის რო გვაშოვნი და მხარდაჭერა მეტი კი არაფერია. ხო. ეხლა ეს რა მაინტერესებს, ბატონო მიშა. ეხლა ეს რო თქვა ბიძინამ რომ რუსთავი მიშასიაო, ეს მართალი ამბავია? არ მომატყუო იცოდე. ხო. მართალია? არაა შენი, ხო? დავიჯერო მართლა არ არის შენი, იცოდე, გეკითხები. არ არის, ხო? იცოდე მიშა, აქაც სიცრუეში არ მაცხოვრო, თორე არ ვიცი რას გინდა. ხო. ხო მართლა კიდე რა უნდა მეთქვა ბატონ პრეზიდენტ, რაც მთხოვეთ ის რამდენიმე ვარიანტი გამოვიღე. წაგიკითხავ თუ გინდა აგერა მაქვს. შეხედე. კი ბატონო. ესე იგი, აქ არის ერთი გვესაჭიროება ინგლისურის მასწავლებელი ბინაზე მისვლით. მოახერხებთ ბინაზე მისვლას. კაცო, ის ელექტრომობილი ხო ყავს და ჩვეულებრივად ბენზინი იმას არ უნდა არაფერი, ჩვეულებრივად ხარჯი ნაკლებია. არ გინდა ესე იგი, კარგი. ან კიდევ ესეთი მაქვს გვესაჭიროება ძიძა. განათლებული, ენერგიული და ძალიან საინტერესო, მანქანიანიო და სასურველია მიისწრაფოდეს ევროპისკენო. არ გინდათ ეგეც, ხო? არ გინდა შენ მუშაობა არ გდომებია გენაცვალე. დაჯექი და იკატავი. თვისთან და კალაძესთან დავრეკოთ. ალო, გამარჯობა კახი, როგორ ახარ? რაღაცა მინდა გითხრა. როგორ? სხვაგან მოხვდი? ბილანსში თამაშობდი და ეხლა ხარ ენერგეტიკის მინისტრი და კიდე მე მოხვდი სხვაგან შეკაიდა. ალო, გამარჯობათ ბატონო ბიძინა, როგორ ბრძანდებით? ვანო ვარ ჯავახიშვილი, რა ვიცი, მეც არ ამიშავს ვარ. რა მინდოდა მე თქვა ეხლა ბატონო ბიძინა. ეხლა თქვენ ხო გამოაცხადეთ მაღალ არტერიულ წნევასთან ბრძოლის წლად ესა. ხო და ერთი კარგი იდეა მომივიდა, ძალიან კარგი.
თუ მაგას აპირებთ, ავდგეთ და ევროპიდან შემოვიყვანოთ 1000 წნევის გაზომის სპეციალისტი. თავისი წნევის აპარატებით. ხო და პერიოდულად გვიზომოს ხოლმე. ხო, ანუ ფაქტიურად ევროპამ რომ წნევამ გაგვიკონტროლოს თვითონ რა მომავალში, რომ ევროპა გვიკონტროლებს წნევას. ხო, კარგია. ეხლა ეს რა მინდა გითხრათ ბატონო ბიძინა, ეს ევროპარლამენტში ხდომამ როგორ ჩაიარა ევროსაბჭოში თუ ევროპარლამენტში? კარგად, ხო? ხო. რა შვებიან ეგ მათხოვარი ევროპელები? ცხოვრობენ ხო ისევ სიცრუეში? ხო, აქვთ ხო მაღალი ხელფასები. კომფორტი არ აკლიათ, ხო? ხო. არ აკლიათ და ცხოვრობენ, ანუ იხჩობიან თვითონ იმ სიცრუეში, ხო? ძალიან კარგი, კი ბატონო, ხო. აქეთ ყველაფერი კარგად არის, კი. პენსია როგორც თქვით 220 ლარიო, 220 ლარი გახდა. ხო, ტარიფების განახევრებაზე რაც თქვით, ეს ტარიფების განახევრდა, ხო? ხო, მაგათმა იკითხოთ, თორე ჩვენ კი ვცხოვრობთ სიმართლეში. კი ბატონო. კარგი, დაგემშვიდობებით ბატონები და ხუხაშვილის ნომერი ხო არა გაქვთ? აბა ერთი ჩამაწერინე. 577 92 ხო, 40 აჰა, 58 ბოლოში, ხო? კარგი. ერთი დევიზიკაცი ხუხაშვილთან. გამარჯობა ბატონო გია. ბატონო არა? აბა როგორ მოგმართოთ? დიდო გია? აბა წინ დიდო გია? დიდო გია ესე მაშინ შემართებით ვიქნები, ხო? დიდო გია ეხლა მაშინ შეგეკითხებით რაღაცებს ვანუ ვარ ჯავაბშვილი, ხო? ხო, კარგი, ხალხის ნაწილი ამბობს, რომ ივანიშვილი რუსეთისკენ მივყავართ და მეორე ნაწილი ამბობს, რომ ევროპისკენ, რომელია მართალი, მოგვეც პასუხი, დიდო გია. ხო. აჰა. ევროპისკენ მივყავართ, კარგია. დიდო გია. მთავრობა დაპირებებს როგორ შეგვისრულებს ეს ტარიფების განახევრებას და პენსიების გაზრდას. მოგვეც ამას პასუხი. კარგია. კარგია. დიდო გია, ეხლა უნდა გაგიჩიო ტელეფონი, თორე გამოსხივება მყური ამიწითლა. კარგი, კარგად იყავი, დაუკარით, აგუნა თორე რადიაცია.